ქართული ოცნების ყოფილი მინისტრებიდან რომელი აღმოჩნდება პარტიულ შავ სიაში შემდეგი. ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებებში ყოფილი მაღალჩინოსნების და მათი ოჯახების წევრების გამოკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიზანი ზეწოლა იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თუ კორუფციული გარიგებების შესახებ აქვთ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ ოცნების სამიზნე ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არიან. პოლიტიკოსი ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს ურჩევს, რომ მათთვის გამოსავალი საზოგადოების ინფორმირება იქნება. რა ინფორმაციის მატარებლები არიან სამიზნედ ქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და რატომ წირავს მათ პარტია? ამის შესახებ პოლიტიკური განცხადებების სალომე ლაბაძემ მოისმინა და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია, რომლის გარემოცვის ერთი წევრიც ჯუანშერ ბურჭულაძის სახით უკვე იმყოფება საპატიმროში. ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ ბურჭულაძის ბედი ირაკლი ქარსელაძემ და ზურაბ აზარაშვილმაც გაიზიარონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, როგორ მოიქცევიან თავად აზარაშვილი და ქარსელაძე და როგორ უპასუხებენ ისინი იმ დევნას, რომელიც უკვე როგორც ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, გამოცხადებული აქვს მათ წინააღმდეგ ოლიგარქს. ქარსელაძე შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, იკავებდა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს, ზურაბ აზარაშვილი იყო ჯანდაცვის მინისტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ეს პირი ხელმძღვანელობდა უწყებებს, რომლებიც ბიუჯეტიდან განსაკუთრებით მაღალ დაფინანსებას იღებენ. მათ წინააღმდეგ, როგორც ამას ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, ქართულ ოცნებას უკვე აქვს შეკრებილი მტკიცებულებები, თუმცა ქართული ოცნება მაინც არ ჩქარობს საქმის ბოლომდე მიყვანას და ამ ეტაპზე დაკავებულია იმით, რომ ქარსელაძესაც, აზარაშვილსაც და მათი გარემოცვის წევრებსაც საგამოძიებო უწყებაში, აქ სავარაუდოდ სუსი იგულისხმება, გამოკითხვაზე დაატარებს და როგორც უკვე გითხარით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ქართული ოცნება ამით ცდილობს იმას, რომ 4 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ის, რომ ამ პირებმა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი არ გადადგან. თუმცა ოპოზიცია იმასაც აღნიშნავს, რომ განაჩენი ქარსელაძის და აზარაშვილის წინააღმდეგ უკვე არის გამოტანილი და ამიტომ ერთადერთი გზა, რომ მათ ივანიშვილის მხრიდან დევნას თავი აარიდონ, არის ის, რომ თავადვე ითანამშრომლონ საქართველოს მოქალაქეებთან და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ბიძინა ივანიშვილს არა მარტო ქარსელაძე ყავს დასაჭერად გამზადებული, არამედ რიგში ყავს ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აზარაშვილი, ღარიბაშვილი, მისი ნათესავები თუ სხვათა შორის. ამიტომ დროის საკითხია, როდის დაჭირდება მათი დაჭერა, ერთი რამ უნდა იცოდნენ, ბიძინას უკვე სასამართლო მათთვის ჩატარებული აქვს, განაჩენის გამოტანილი აქვს, ამიტომ 4 ოქტომბრამდე მოასწრონ და თავად თქვან და გაშიფრონ ბიძინა ივანიშვილის ის კორუფციული, მაფიოზური სქემები, რომლებშიც ის წლების განმავლობაში მონაწილეობს ქართული ხალხის წინააღმდეგ. დანარჩენი უკვე 4 ოქტომბრის მერე ხალხი გადაწყვეტს, რამდენად შეეხებათ, შეუმსუბუქდებათ მათ ეს სიტუაცია. თუ არ არის კორუფციული ნიშანი, რაც უკავშირდება ყოფილ მინისტრს, ვერ დააკავებენ. მეტი როგორ თუ არის, მაშინ ხო გეუბნებით, რომ იმიტომ არის კანონი, რომ ვინც კორუფციას ჩაიდეს, იმან პასუხი აღოს. არანაირი პოლიტიკური შურისძიების ობიექტი არ შეიძლება იყოს ან ბურჭულაძე, ან ქარსელაძე. არ არიან ეგეთი პოლიტიკური შურისძიების ობიექტები. იქნება კორუფცია, იქნება პასუხისმგებლობა. რატო დაინახეთ ყველაფერი ასეთობაში? გადახედეთ ხოლმე საერთაშორისო შეფასებებს როგორც მინიმუმ და მერე იყოს პრეტენზიები და ამიტომ მათ შორის პრემიერის განცხადებაც, რომ კორუფციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაგრძელდება, იმიტომ რომ დავწინაურდეთ ყოველწლიურად და მათ შორის ვიყოთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე წინაც კი, ეს არის რეალურია, იმიტომ რომ აქეთკენ მიდის ქვეყანა. ქართულ ოცნებაში კი როგორც მოისმინეთ, პოლიტიკურ დევნას ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ გამორიცხავენ, ამბობენ, რომ ყველა ნაბიჯს ახლა ქართული ოცნება დგამს კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, თუმცა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში რომ შესაძლოა სამიზნეები გახდნენ ირაკლი ქარსელაძე და ზურაბ აზარაშვილი, ეს როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჩვენი შეკითხვების საპასუხოდ არ უარყვეს, ასევე საყურადღებოა, რომ ამის უარყოფა გუშინ არც ოცნების პრემიერ-მინისტრისგან ირაკლი ღარიბაშვილისგან მოგვისმენია. ირაკლი კობახიძისგან.